რამდენად შესაძლებელია შაქრის ჩანაცვლება თაფლით? გაინტერესებს მისმინე ბოლომდე ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს და ჩემთან დასაკავშირებლად შეავსე კითხვარი, რომელსაც კომენტარებში დაგიტოვებ. თაფლი იგივე შაქარია. ნატურალური. შაქარს აქვს ნატურალური და ჯანსაღი ფორმებიც, შაქარს აქვს არაჯანსაღი, არანატურალური, რაფინირებული ფორმებიც. მაგრამ თუ შენ გინდა წონაში დაკლება, მაშინ თაფლსაც უნდა მოერიდო გარკვეული პერიოდი მაინც, სანამ აქტიურად იკლებს წონაში. თაფლი მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღია, საკმაოდ კალორიულია და შენი კალორიული, ასე ვთქვათ, ბალანსი შეიძლება დაარღვიოს, შეიძლება გადააჭარბო იმ ნორმას, რაც შენთვის ოპტიმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კალორიებს არ ვითვლით, ისევ იკლებს წონაში. მაინც მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თაფლი არის მოიხსენებათ ძალიან გემრიელი, მისი დოზირება და ნორმირება არის ძალიან ძნელი და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ზომიერება. თუ წონა არ გაწუხებთ და თუ უბრალოდ პროფილაქტიკისთვის გინდათ, მაშინ გარკვეულწილად შეიძლება ჩაანაცვლოთ, რა თქმა უნდა, რაფინირებულ შაქარს ნატურალური თაფლი ჯობია. თუ გაინტერესებს როგორ უნდა ჩამოსწორად იმისთვის, რომ წონაში დაიკლო და არ მოიმატო, მომწერებ პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.